ანტიქართული გადაწყვეტილება ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებისგან ბალტიისპირეთის ორი ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლების 20-მდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესებას თავად ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის განმარტებით სანქციების დაწესება მარტივი პროვოკაცია იყო, თუმცა ქართველი და ბალტიისპირელი ხალხის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო საქართველომ პრაგმატული მიდგომა აირჩია. შედეგად ოფიციალური თბილისი ორი ქვეყნიდან არც ერთის შემთხვევაში თანაბარ ზომიერ სანქციებს არ გამოიყენებს და საქართველო ლიეტუვისა და ესტონეთის ცალმხრივ მეგობრად რჩება. ეს იყო ალტერნატივა გადაწყვეტილება, ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართულ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, როგორც ლიეტუველი ხალხის მიმართ, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე განსაკუთრებული სამწუხაროა ის, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და ჩვენ გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნოს ის, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო, ზოგადად მიუღებელია ის, რომ ეს ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხების ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთებით. ლიეტუვიდან და ესტონეთიდან გადმოგდებული მაშველი რგოლების გამოყენებას ცდილობენ ურეიტინგო რადიკალები იმ ფონზე, რომ უკურეაქციის გამოწვევით და ხალხის რეაქციის შიშით პროტესტზე არ ჩნდებიან, ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სანქციების მიღების გადაწყვეტილება თავად მიიღეს და დასავლელ ლიდერებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ესტონეთმა ძალიან კარგი და სერიოზული ნაბიჯი გადადგა, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება გადამდები და ნახავთ სხვა ქვეყნებსაც. ეს არის კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი ეს სანქციები. აბსოლუტურად სწორი. მეტი სანქცია უნდა დაედოს მეტ ადამიანს და ასე იქნება. ხალხის ძალაში ლიეტუვასა და ესტონეთის ლიდერების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ იმ პერიოდსაც იხსენებენ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებას თხოვდნენ, თუმცა თავად ვაჭრობა გაზარდეს. პარტიაში განმარტავენ, რომ გლობალური ომის პარტიის დავალებების შესრულება ამჯერად ბალტიისპირეთის ქვეყნებმა აიღეს საკუთარ თავზე, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ღირსეულად უპასუხა. წარმოუდგენელი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში სანქციებთან დაკავშირებით და ზოგადად ის რიტორიკა, რასაც ვისმენთ ბოლო წლებია, ბოლო თვეებია, წარმოუდგენელია. გვაშანტაჟებენ რის გამო, რომ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს. გვაშანტაჟებენ იმის გამო, რომ არ მივეცით არავის იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი და ჩვენი ხალხისთვის მოგვეტანა ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით და ზედმეტად თვალშისაცემი არის მათი განსაკუთრებული თავდასხმები ქართველ ხალხზე. რაც სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენ ლიეტუველ და ესტონელ ხალხთან გვაქვს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა, გულსატკენი არის, რომ ხელისუფლებები ამ შემთხვევაში საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ თავს ესხმიან ქართველ ხალხს. ჩვენ ვნახეთ, რომ ლიეტუვის და ესტონეთის ხელისუფლება იყო ჩართული მათ შორის წინასაარჩევნო პროცესში. ხედავდით მათ თბილისის ქუჩებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მიტინგებში იღებდნენ მონაწილეობას და მაშინაც ვამბობდი, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ ხალხთან, სამწუხაროდ ჩვენ ესტონელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ დავრჩებით იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ეკადრება ჩვენ ურთიერთობას. შეგახსენებთ, რომ იგივეს ვხედავდით ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, სხვათა შორის ეს სია, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს, იდენტურია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული სიისა, აქაც ჩანს საერთო ჯამში ის საერთო ხელი, რომელიც ამ ხელისუფლებებს მართავს, საერთო ხელწერა, უკვე ერთიან სიებსაც კი უდებენ ერთი და იგივეს. ანუ ამ ხრივაც კი საკუთარი აზრი არ აქვს ჩამოყალიბებული სიასთან დაკავშირებით და უბრალოდ copy-paste-ით ერთი ხელით იმართება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ გასცა ღირსეული პასუხი, ისეთი პასუხი, როგორც ქართველი ღირსეული საზოგადოება იმსახურებს იმ განცხადებას, რომელიც ყოვლად უსაფუძვლოა და ყოვლად დამაშანტაჟებელია. ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას უწოდებთ, რომელსაც აქვთ განსაკუთრებული გავლენა სხვადასხვა ინსტიტუციაზე, სხვადასხვა ქვეყანაზე და სხვადასხვა ბიუროკრატიის წარმომადგენელზე. ამ ძალებს აქვთ მიზნად დასახული, როგორც ლიეტუვაში და ესტონეთში ყავთ თავიანთი წარმომადგენლები და თავიანთი აგენტურების მეშვეობით ცდილობენ, რომ მართონ ქვეყნები, ზუსტად იგივე აგენტურის წარმომადგენლები მოიყვანონ
ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაშიც. ეს ყველაფერი არ გამოსდით და ზუსტად ამიტომ არის, რომ კიდევ და კიდევ უფრო მკაცრდება მათი უსაფუძვლო განცხადებები, რასაც რა თქმა უნდა ექნება ბოლო, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდება ინაუგურაცია პრეზიდენტი ტრამპისა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლება გარე ძალების კარნახით მოქმედებს, რაც ის შემადგენლობაშიც გამოიხატა. მათ მიერ გავრცელებული სიები უკრაინის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სახელებისა და გვარების ჩამონათვალის იდენტურია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ქმედება იმ გეგმის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობს, თუმცა რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები გამარჯვებას ვერც ამჯერად შეძლებენ. გლობალური ომის პარტიის მორჩილ ქვეყანათა შორის ყველაზე მორჩილებმა დაასწრეს ყველას, ხელში აიღეს დავალება და გააჟღერეს. სამწუხაროდ ეს არის ბალტიისპირეთის ორი ქვეყანა, რომელიც ისტორიულად მეგობრობს საქართველოსთან და გამოიტანეს აბსოლუტურად პროვოკაციული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ პროვოკაციას საქართველოს უპასუხებს ღირსეულად და ის გაითვალისწინებს ისტორიულ მეგობრობას ორ ქვეყანას შორის, ხალხთა შორის მეგობრობას. და ის არ მოიქცევა ისე, როგორც იმსახურებს სამწუხაროდ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება. ლიეტუვაც და ესტონეთიც მოგვიწოდებდა, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. მაშინ, როდესაც ლიეტუვაც და ესტონეთიც ძალიან წარმატებულად ვაჭრობენ და საოჯო ურთიერთობები აქვთ რუსეთთან. და რუსეთს ვერ დაუწესეს სანქციები და ეხლა ჩვენ ცდილობენ, რომ ჩვენ დაგვიწესონ სანქციები და გამოუშვეს სანქციები რამდენიმე პირზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახეთ საქართველოს მთავრობის ღირსეული განცხადება, მიუხედავად იმისა, რაც იმსახურებენ ანალოგიურს ეს ქვეყნები, ბუნებრივად მაინც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩით ლიეტუვასთან და ესტონეთთან, იმიტომ რომ საზოგადოებამ არაფერი დააშავა. ეს საქციელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აი ამ ქვეყნებში არსებული ხელისუფლებები არიან უცხოური ძალის წარმომადგენლები მათ შორის. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ოციანურამდე პროვოკაციებისა და ზეწოლის გაძლიერების მოლოდინი აქვთ, რის შემდეგაც საქართველოს პირველ რიგში შტატებთან, შემდეგ კი ევროკავშირთან ურთიერთობებს გადატვირთავს.